გამარჯობა. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს ვითამაშებთ წიგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაშს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან Ad Astra Infinitum და გველური დასავლეთი. სალამი მეგობრებო. როგორ ახართ? გენიალურად და კარგად. რაღაც ისე დაალაგდა ყველაფერი, განგება მინება, რომ ეს თამაში არის გადამწყვეტი იმისა თუ ქვეჯგუფიდან რომელი გუნდი გავა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ქულები ისე აქვთ გუნდებს დაგროვილი, რომ ამ თამაშში გამარჯვებული გუნდი გავა ქვეჯგუფიდან. დამარცხებული გუნდი კი სამწუხაროდ დარჩება ქვეჯგუფის ეტაპზე. აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. გასამხნევებლად გეტყვით, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და თითოეული თქვენგანი მიიღებთ ინტელექტისგან წიგნის ვაუჩერებს თამაშის ბოლოს. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი პარტნიორია PSP და კიდევ ერთი გამომხნევებელი ის იქნება, რომ მთავარი პრიზი არ შეცვლილა ჩვენ შოუში და ისევ იმისთვის იბრძვით, რისთვისაც ბრძოლა დაიწყეთ. ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. დავიწყოთ თამაში? დავიწყოთ თამაში წიგნების თაროს. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც გასულ საუკუნეში გამოჩნდა. რომანის შექმნისას ავტორი ნაწილობრივ საკუთარ გამოცდილებასაც ეყრდნობოდა. როგორც ცნობილია, მწერალს ნიშნობის გაუქმების შემდეგ გოგონას ოჯახის წევრები დაესხნენ თავს, რასაც თავად ავტორმა ტრიბუნალი უწოდა. თავად პერსონაჟი წარმატებული, თუმცა მარტოსული და პედანტი მამაკაცია. მისი ცხოვრება რუტინული და მოწესრიგებულია. მუშაობს ბანკში და იოზეფ კა. ტრიბუნალი რატომ უწოდა? ანუ იმიტომ რომ დააკავეს და არც რატო დააკავეს და თან რადგან ოჯახის წევრები დაესხნენ ან ყოფილი საცოლის მაგას მიაწერს ალბათ, იმიტომ რომ არც რატო დააკავეს. ეს არის იოზეფ კა, ეს ორი ფაქტია ნამდვილად. გვარის ინიციალი კა აშკარად მინიშნება თავად ავტორის გვარის ინიციალზე კა, იმიტომ რომ ეს არის ფრანც კაფკას რომანის პროცესის ტრიბუნალიც ამაზე იყო მინიშნება, მთავარი გმირი იოზეფ კა. 3-0 წინ გადის გველური დასავლეთი. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. ციტატა. ახლოს რომ მივიდა, უცნობის უჩვეულო გარეგნობამ კიდევ უფრო გააკვირვა. დაბალი ჯმუხი მოხუცი იყო. ხშირი გაბურძგნული თმა და ჭაღარა წვერი ჰქონდა. ეცვა ძველი ჰოლანდიური ყაიდის ტანსაცმელი. წელზე ქამარ შემოჭერილი ტილოს კურტაკი და რამდენიმე შარვალი. ზემოთა შარვალი ხალვათი იყო. გვერდებზე ღილებითა და მუხლებთან ლენტებით მორთული. ხარზე კასრი ჰქონდა შედგმული, ეთყობა შიგ რაღაც ესხა. უცნობი ანიშნებდა, მოდი, ტვირთის წაღებაში მიშველეთო. სოფელში რომ შევიდა, უცნობი ბავშვების გუნდი ყიჟინით გამოეკიდა. ნახეთ რამ სიგრძე წვერი აქვსო. ძაღლებიც უყებდნენ. ვერავინ ვერ იცნო. სოფელი შეცვლილიყო. გაზრდილიყო და ხალხმრავალი გამხდარიყო. იდგა ახალი სახლები, რომლებიც ადრე არასოდეს ენახა. მისი ნაცნობი სახლები კი გამქრალიყო. კარებზე უცნობი გვარები ეწერა, უცნობი სახეები მოსჩანდა ფანჯრებში. ირგვლივ ყველაფერი უჩვეულო იყო. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრისთვის. ეს ვიბლდება სამშობლო ქალაქში. არა. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წაგიკითხავთ. თანდათან გაუარა შიშმა და ავმა წინათ გრძნობამ. როდესაც არავინ არ უყურებდა.
სასმელს ჭაშნიკიც კი გაუსინჯა და შეამჩნია, რომ მას მშვენიერი ჰოლანდიური ღვინის გემო ჰქონდა. საერთოდ სმა უყვარდა და ცდუნებას ვეღარ გაუძლო. ერთი ყლუპი კიდევ მოსვა. ერთს მეორე მიაყოლა და დოკს თითქმის ძირი გამოუთეთრა. ბოლოს გონება დაებინდა, თავბრუ დაეხვა, თავი ჩაქინდრა და ღრმა ძილს მიეწვა. გისმენთ? ეს ნაწარმოები არის დიდი ხნის მე რო გაიღვიძებს. 3, 2, Rip Van Winkle. Rip Van Winkle. ხო. 20 წლის მე გაიღვიძა, გონი. ჩაეძინა მრავალი წლის შემდეგ გაეღვიძა და ყველაფერი შეცვლილი დახვდა. ეს არის Rip Van Winkle. ნამდვილად ვაშინგტონ ირვინგის ნაწარმოებია, მთავარ გმირსაც ასე ქვია, Rip Van Winkle, რაც მენიშნებს, რომ ჰოლანდიური წარმოშობა აქვს და ერთი ქულა გველურ დასავლეთს ემატება 4-0 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ მესამე რაუნდი დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული დეკადის დასაწყისში გამოიცა. ტექსტის შექმნა ავტორს მისმა ახლო მეგობარმა და მუზამ, ფოტოგრაფმა რობერტ მელფთორპმა შთააგონა. სწორედ მათ ურთიერთობას აღწერს ეს მემუარული წიგნი. კრიტიკოსებმა ავტორს მოუწონეს პოეტური წერის მანერა და გულწრფელი თხრობის სტილი, რის გამოც ნაწარმოებმა ამერიკული წიგნის პრემიაც მოიპოვა წლის საუკეთესო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის. 2015 წელს დაანონსდა, რომ გამოსაცნობ ნაწარმოებზე დაყრდნობით მინი-სერიალიც შეიქმნებოდა, რომელზეც თავად ავტორიც იმუშავებდა. აღსანიშნავია, რომ 3-4 წლის წინ ავტორი საქართველოს ესტუმრა. გამოსაცნობი ნაწარმოები კი 60-70-იანი წლების ნიუ-იორკში ცნობილი პოეტისა და მუსიკოსის ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრეთ. პოლოსთან და მუსიკოსთან 60-იანებში. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და კიდევ ერთხელ დამატებითი მინიშნება. გამოსაცნობი ნაწარმოების ავტორი ამერიკელი მუსიკოსი და პოეტი ქალია. 2023 წლის ოქტომბერში მან რუსთაველის თეატრში მუსიკალურ წარმოდგენაშიც მიიღო მონაწილეობა და მკითხველსაც შეხვდა. ნაწარმოები კი მისი ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ის და რობერტი ჯერ კიდევ ბავშვები პატისმით. როგორ? ჯერ კიდევ ბავშვები. ეს ხوار დააზუსტებ? პატისმითის. როცა ბავშვები ვიყავით. ანუ ორიგინალში ხوار გახსოვს შემთხვევით? როგორ არის ორიგინალში? ის 3, 2, საბოლოო პასუხი მითხარით? ჯერ კიდევ ბავშვები. ჯერ კიდევ ბავშვები. ეს არ არის. პასუხი. დავასრულებ შეკითხვას ადასტრასთვის. იმ პერიოდს აღწერს, როცა ის და რობერტი ჯერ მხოლოდ პატარები იყვნენ. 3, 2, 1. ხო, ნუ მოკლედ ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს სიტყვა ვერც ერთ თარგმანში ვერ იქნება ჯერ კიდევ ან ისევ ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ბავშვები. Just kids, ეს რა ორიგინალი. უბრალოდ ბავშვები. გავაგრძელოთ. ამაში პატისმიძე იყო, რა თქმა უნდა, საუბარი, ეს დანარჩენი უკვე ყველაფერი სწორი იყო. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. გამოიცანით კონკრეტული ტიტული, რომელიც შესაბამისი ფორმით მე-12-მე-13 საუკუნიდან იხსენიება. მიუხედავად ამისა, მისი პირველი ანალოგები უფრო ადრე ჩნდება და როგორც ალფრედ დიდს, ისე მის შვილიშვილ ეთელსტანს უკავშირდება. მისი წინამორბედი
ხალხის ტომების ლიდერს აღნიშნავდა. გამოსაცნობი ტერმინი კი მოგვიანებით დაამკვიდრდა და მთელი ტერიტორიის სახელმწიფოსა და მიწის უზენაეს მფლობელს გაუტოლდა. უნიის აქტის მიღების შემდეგ გამოსაცნობი ტიტული დამოუკიდებლად აღარ არსებობს, რადგან ის უფრო მასშტაბურით შეიცვალა. Ad astra infinitum. მეფე. ეს ტერმინი ტიტული კონკრეტული ტიტული არის რა? ინგლისის მეფე. ინგლისის მეფე. ხო, უნია ისეთ დიდი ბრიტანეთი იყო, ხო და ხო, ინგლისის მეფე მაშინ. და ემსახურებოდა ინგლისის მეფეს. მედიასთან კავშირში. ეს ორი პასუხია აქტუალურია. ეს არის ინგლისის მეფე. ნამდვილად ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს არის ბოჰუმილ ხრაბალის ცნობილი რომანი. შეიცვალა ტიტული ინგლისის მეფე აღარ არსებობს, არის დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო უпростоრად და თავის დროზე კი აი ეს ტიტული შეიძლება მიესადაგებოდეს ალფრედიც და თუნდაც ეთელსტანს. ეს არის 4-3. მოდით 4 რაუნდის შემდეგ ტრადიციულად ნახოთ ვიდეო რგოლი და გავაგრძელოთ თამაში. ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთხრობას რიპ ვან ვინკლს ვაშინგტონ ირვინგი ინგლისში ყოფნისას წერს. მასზე მუშაობისას ავტორზე გავლენას გერმანული ფოლკლორი, კერძოდ კარლ კრისტოფ ნახტიგალის ზღაპარი პეტერ კლაუსი ახდენს. მოთხრობა გამოცემიდან მალევე დიდ პოპულარობას იხვეჭს. ირვინგი ხდება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მწერალი, რომელიც ევროპულ და საერთაშორისო აღიარებას იღებს. სახელი რიპ ვან ვინკლი ინგლისურ ენაში დამკვიდრდა როგორც მიმდინარე მოვლენებს მოწყვეტილი, მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომტოვებელი ადამიანი. სინონიმი. კრიტიკოსთა აზრით რიპ ვან ვინკლი და ლეგენდა მძინარე ხეობაზე ამერიკული მოთხრობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რაც შემდეგ გაგრძელებას პოვებს ედგარ ალან პოსა და მარკ ტვენის შემოქმედებაში. გრძელდება წიგნების თარო, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ მცენარე, რომელსაც მსოფლიოს არაერთ კუთხეში შეხვდებით. თუმცა მის სამშობლოდ ცენტრალური აზია მიიჩნევა. საინტერესოა, რომ ხანგრძლივი სელექციის შედეგად მისი სხვადასხვა ჯიშის ნაყოფი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ზოგიერთი მათგანი ხრაშუნაა და მჟავე, ზოგიერთი კი პირიქით. აღსანიშნავია, რომ არაერთ მითოლოგიასა თუ რელიგიაში მას განსაკუთრებული აჭერს გველური დასავლეთი, ვაშლი. ვაშლი. ყაზახეთიდან არის წარმოშობილი მთელ მსოფლიოში. მართლა? კი და რელიგიაში ძალიან ვაშლი და მითოლოგიაში განხეთქილების ვაშლი. სხვადასხვა ვაშლის ჯიშები არსებობს. თქვენ ჩემზე მეტი გწოდნიათ ვაშლების შესახებ, ეს სწორი პასუხია. ვაშლი მოდიხარ სხვანაირად არ გამოდის. კი ბატონო, ასეცაა ნამდვილად და სამი ქულაც არის თქვენს აქტივში. შესაბამისად, ანგარიში ხდება 7-3. გავაგრძელოთ თამაში. მეექვსე რაუნდი, ასოციაცია. გამყიდველი, მარტოობა, ბრუკლინი, დრო, მოგონება, დღესასწაული, თავის გასაღება, დანაშაულის გრძნობა, დაბრუნება, ცარიელი ბინა, წერალი, შემოქმედებითი კრიზისი, სიგარების მაღაზია, შეკვეთილი მოთხრობა, შობა. ვერსია არ არის, არის. ოდი იყოს მისნის ღამე. მისნის ღამე. იმედია, ხო, თუ სწორად მახსოვს, შობა არის თან რაღაცა. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვერსია არ არის გველური დასავლეთისკენ და 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება გველური დასავლეთისთვის. ბებია, შვილი, ადამიანური სითბო, საშობაო სადილი, ოგი,
3 2 ამაზე მაინც დავაჭიროთ და დავით. აბა რაზე? სამეთქვი. ნიუ-იორკული ტრილოგია. რა? ნიუ-იორკული ტრილოგია. ნიუ-იორკული ტრილოგია. არც ეს არის სწორი პასუხი. რა საინტერესოა, რატო უტრიალეთ პოლოსტერს? გარშემო, აქედან, იქიდან. სწორად უტრიალეთ, იმიტომ რომ აი ისეთი გუნდები თამაშობენ, რომ აქ ინტუიციაც აქვთ უკვე წამახვილებული. თუმცა მისი ერთ-ერთი მოთხრობა უნდა გაგეხსენებინათ, რომელსაც ქვია ოგირენის საშობაო ამბავი. პოლოსტერის ოგირენის ეს არც უნდა გწოდნოდა ამბავი. დავით. გავაგრძელოთ თამაში, მე-7 რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა. მამამისი წარუმატებელი ბიზნესმენი იყო, რის გამოც მომავალი ავტორი სიდუხჭირეში გაიზარდა. ადრეულ ასაკში დაკარგა მშობლები და მარტო დარჩა. მისი უჩვეულო შუა სახელი იმიგრაციაში მყოფ უნგრელ გენერალს უკავშირდება, რომელიც მამის ახლო მეგობარი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად, კლერკად და მსახიობად. ცნობილი ნაწარმოების გამოცემის შემდეგ რედაქტორობდა გამოცემებს The Idler და Today. მისი მაგნუმ ოპუსის შინაარსი საკუთარი ცხოვრებიდან აიღო. თუმცა სიუჟეტში ცოლის ნაცვლად ორი მეგობარი, ჯონ უენგრეივი და კარლ ჰენშტელი ჩასვა. ხოლო თავისი თავი მთხრობლად აქცია. რაზეც პერსონაჟის სახელიც მეტყველებს. ბოლოს გეტყვით, რომ ზემოხსენებული ნაწარმოები ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე და მის ჯამში ჯერომი. ჯერომი სამი კაცი წარსულში. გახსოვს რა ქვია მთავარ გმირს ამ ნაწარმოებში? მთავარ გმირს ქვია ჯეი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ავტორი არის ჯერომი. ეს სწორი პასუხია. ის სრული სახელი ჟღერს როგორც ჯერომ კლაპკა ჯერომი და ეს კლაპკა იყო აღებული იმ უნგრელი სამხედრო პირისგან, რომელიც მამასთან მეგობრობდა. შედეგად ანგარიში ხდება 7-6 და 2 რაუნდი გვაქვს კიდევ სათამაშო. მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. რითი გავს? საჩუქრები დადლისთვის და ჰარისთვის არა და პლუს აქ წაიყვანეს იმისთვის, რომ ჰოგვორტსიდან გადაიბალოთ. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ნამდვილად ჰარი პოტერის პირველი წიგნი, რომლითაც ჩვენ გავიცანით კიდევაც ეს პერსონაჟი და ხო, აი იქ წაიყვანეს და იქ მერე მოვა ერთი გაბურძგნული ძია, რომელიც საინტერესო ამბებს დაატრიალებს. ერთი რაუნდი და ვითამაშოთ ბარემ. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. თქვენ უნდა დაასახელოთ ნაწარმოები, რომელიც გასულ დეკადაში გამოიცა. იგი ავტორმა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსისთვის შექმნა. რომანმა რამდენიმე კვირა გაატარა ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერთა სიაში. Washington Post-მა ავტორის სტილი სტივენ მილჰაუზერისას შეადარა, რომელთან შედარებითაც უფრო მეტი სილაღით, დრამატიზმითა და სიურრეალისტურობით გამოირჩევა. გამოსაცნობი წიგნის გამო ავტორი 2011 წლის The Guardian-ის პირველი წიგნის პრემიის კანდიდატი იყო. ნაწარმოებს ადარებენ ჰარი პოტერსა და ბინდის საგასაც. რაც შეეხება წიგნის შინაარსს, იგი ერთი უცნაური დაწესებულების შესახებ. ღამის ცირკი. ღამის ცირკი. ბიჭო კაია. იტალიანი ბუნდესლიგა. კაი. გიყა რა. ეპოქა მოისმინეთ ხო? სწორად. ის პელეგრინი. არა. 2010. ეგ უფრო ძველია ეს. ღამის ცირკი სწორი პასუხია ნამდვილად. ერი მორგენსტერნის წიგნი ნამდვილად ძალიან პოპულარული გახდა გამოსვლისთანავე და დიდი პოპულარობა მოუტანა წიგნის ავტორსაც. ეს არის ღამის ცირკი. 10-9 ხდება ანგარიში, ზუსტად ისეთი თამაშია, როგორც უნდა ავლენდეს შემდეგ
შემდეგ ეტაპზე გამსვლელს. მოდით ახლა ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე. მანჩესტერიდან ლონდონისაკენ მიმავალი მატარებლის მგზავრს ჯოან როულინგს მგზავრობისას წიგნის იდეა ებადება. წერის პროცესში ავტორი ურთულეს პერიოდს გადის. დედის გარდაცვალების, განქორწინების და სიღარიბის მიუხედავად ავტორი ნაწარმოებს მაინც ასრულებს. არაერთი გამომცემლობა როულინგს დაბეჭდვაზე უარს ეუბნება, რადგან მიაჩნიათ, რომ საბავშვო წიგნისათვის ის ზედმეტად გრძელი და რთულია. 1997 წლის ივნისში გამოსვლიდან მალევე წიგნი საოცარი სიჩქარით იღვეჭს პოპულარობას და ბესტსელერების სიაში ხვდება. წარმატებას თანსდევს კრიტიკაც. ზოგ სკოლასა და ბიბლიოთეკაში ის აკრძალული წიგნების სიაში ხვდება, რადგან ადანაშაულებენ ჯადოქრობისა და ოკულტიზმის პროპაგანდაში. მიუხედავად ამისა, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა მთელ თაობას აბრუნებს წიგნებთან და სათავეს უდებს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან სერიას პოტერიადას. გრძელდება წიგნების თარო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიბადა. დაასრულა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და 1930 წელს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 8 წლიანი პარტიული მოღვაწეობის შემდეგ მას შემდეგ რაც ლავრენტი ბერია კანდიდ ჩარკვიანი. რატომ? დასაწყისში დაიბადა, ლავრენტი ბერია ჩაანაცვლა თანამდებობაზე 38-ში თუ არ ვცდები. იცი. გვენდობით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ზეპირად საქართველოში ვინმე მიცის კანდიდ ჩარკვიანის ბიოგრაფია, როგორც ლექსდირის არის. ეს სწორი პასუხია. ეს არის კანდიდ ჩარკვიანი. მაქსიმუმ ბატონი გრიშაონიანი. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის ქრონოლოგიაში. 12-9 ხდება ანგარიში, გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს. რუსეთის იმპერიის დროს აქ მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს სამხედრო გზა გაიყვანეს. რის შემდეგაც ადგილი ინდუსტრიულად განვითარდა. გადმოცემის თანახმად, მისი სახელწოდება ჩხატარაშვილების საგვარეულოს სახელიდანაა ნაწარმოები. მხარეში ის ყველაზე პატარა მუნიციპალური ცენტრია. ადასტრა ინფინ ჩხარა. რა? ჩხარა. ჩხარა. ეს არ არის სწორი. ეს არ არის სწორი პასუხი, ვაგრძელებ შეკითხვას გველური დასავლეთისთვის. ადგილობრივი სახუმარო წარმოდგენით, სწორედ მისი მაცხოვრებლები არიან ნამდვილი გურულები, რადგან ამ დაბის ტერიტორიაზე მატარებელი არასდროს შესულა. ეს არის 3? ჩოხატაური. ეს არის ჩოხატაური. ჩოხატაური შეიძლება რაღაცა ფუძისეული კავშირი კონდეს ამ გვარსა და ამ ტოპონიმს. ეს არის ჩოხატაური. მუნიციპალური ცენტრი, რადგან ვახსენეთ, ის უნდა გვეძებნა რაღაც ამათ შორის. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე, მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. გამოიცანით ის, რაც აბორიგენულია საქართველოსთვის. მას რქაწითელსა და მწვანეს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. ღვინის ხარისხით რქაწითელს არ ჩამოუვარდება, ხოლო ზოგიერთ წლებში მწვანესაც კი უსწრებს. გავრცელებულია კახეთში, ძირითადად ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. აი, პირველი რაც მომივიდა, მაგორს შორის უნდა იყოს ქისი. მაგორს შორის? ხო, რაღაცა კაცითელსა და მწვანეს შორის. ხო. ქისი. ხო. კარგად იცი ღვინის ჯიშები, გიორგი? სვავ. არ მხოლოდ სვამ, როგორც ჩანს, არჩევ კიდევაც ჩვენივრად, იმიტომ რომ ეს არის კიცი. ეს სწორი პასუხი. სომელიეებიც შემოგვეყვება ეს თაროში. ეს ანუ, იმიტომ რომ ეხლა ღვინო საქართველოში ღვინის სიყვარულის გაუკვირდება, მაგრამ საკმაოდ კონკრეტული ცოდნა უკვე ეხლა რომელიც გამოავლინე. კი ბატონო, ზოგადი რაუნდების დრო დადგა და დარჩით ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები. თეკლა, ლექს,
პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით კოლექტივი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი პირველი წევრები მანამდე ნაკლებად წარმატებულ ბენდში უკრავდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს სრულიად ახალი კონცეფციის მუსიკალური პროექტი შეექმნათ. საბოლოო შემადგენლობის ჩამოყალიბების შემდეგ უნიკალური პერსონაჟები Starchild, Demon, Spaceman და Catman შექმნეს. Kiss. ისევ Kiss-ი. ისევ Kiss-ი. 4 წევრია, მოხატულები არიან რა. ესე იგი გველურ დასავლეთში ზოგი ღვინო Kiss-ში ერკვევა, ზოგი მუსიკალური ჯგუფ Kiss-ში. ეს სწორი პასუხია. დავაგრძელეთ ჩვენ ფაქტობრივად თემატიკა, იმიტომ რომ სწორი პასუხი არის Kiss, ჯგუფი, როკ ჯგუფი Kiss. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეები მოგწანდით. მარიამ, გიორგი, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. დაასახელეთ კონცეფცია, რომელიც 21 საუკუნის დასაწყისში ნასიმ ნიკოლას ტალებმა ახსნა. იდეა ძველი ლათინური გამოთქმიდან იღებს სათავეს. გამოსაცნობი ტერმინით იხსენიებენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი, პირველი მსოფლიო ომი, SSRK-ს დაშლა, ან 11 სექტემბრის ტრაგედია. ამგვარად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ის შემთხვევაც, როცა რომელიმე თქვენგანს მოულოდნელად სწორი პასუხი მოგაფიქრდება და ღილაკს ხელს დაარტყამთ. რამაც შესაძლოა თამაშის ბედიც გადაწყვიტოს. ბოლოს გეტყვით, რომ სწორედ ამ მეტაფორით მოიხსენიებენ მოვლენას, რომელიც მოულოდნელად მოხდა და ისტორიაში დიდი გავლენა იქონია. 3, 2, 1. ანუ რაღაც რო არ არის მოსალოდნელი, როგორც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო უეცრად ფრანც ფერდინანდის მკვლელობით, ხო? აი ამ მოულოდნელ მოვლენას ქვია შავი გედის ეფექტი. შავი გედის ეფექტი. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ნიკა, დავით, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. რთული ბავშვობის მიუხედავად სპორტით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა და მალევე დიდ ტალანტად ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე მოხვდა სათაურით The Chosen One. 2003 წლის დრაფტზე ის პირდაპირ დავით LeBron James. LeBron James-ი 2003 წელს იყო დრაფტზე და სადღაც გონი 16 თუ 18 წელსაც აირჩიეს კიდე. და არის The Chosen One შესაბამისად. The King. ეს არის LeBron James-ი, ეს არის პასუხია, რა თქმა უნდა. LeBron James-ი და მიაქვს ორი ქულა დავით საკუთარი გუნდისთვის. ამგვარად გავიარეთ ზოგადი რაუნდებიც. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი პარტნიორია PSP და კიდევ ერთხელ გეტყვით იმასაც, რომ წინ ბლიცის ეტაპი გვაქვს, რომლამდეც ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ. LeBron James ბიჭს აკრონიდან კალათბურთის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში უჩნდება და მალევე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ყალიბდება. სკოლის პერიოდში იგი ეროვნული მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა და პროფესიონალურ კარიერას პირდაპირ სკოლიდან იწყებს. 2003 წლის დრაფტზე პირველ ნომრად Cleveland Cavaliers-ი ირჩევს და კარიერის დასაწყისშივე ლიდერის როლს ირგებს. ჩემპიონობის გარეშე ჩატარებული 7 წლის შემდეგ მაიამიში გადადის. 2012 და 2013 წლებში NBA-ის ჩემპიონი ხდება. Cleveland-ში დაბრუნების შემდეგ გუნდს ლიდერობს. 2016 წლის ფინალებში უძლიერეს Warriors უპირისპირდება და ქალაქს ჩემპიონობას უძღვნის. 2018 წელს Lakers-ის მოთამაშე ხდება, სადაც ასევე ახერხებს ბეჭდის მოპოვებას. აუმჯობესებს კარიმ აბდულ-ჯაბარისა და ოსკარ შმიდტის რეკორდებს და ჯერ NBA-ის, შემდეგ კი პროფესიონალური კალათბურთის საუკეთესო მეკულე ხდება. ბევრის აზრით LeBron James-ი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია.
წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თარო, ბლიცის ეტაპს მივადექით ჩვენი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან Ad Astra Infinitum და გველური დასავლეთი. ანგარიშში არის 29, წინ არის გველური დასავლეთი და გიორგი. დავიწყოთ თუ არა თამაში, პირველად შენ უნდა ვითამაშო. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ლუიჯი პირანდელო. იტალია. სწორია, რაინას დაიწერა თუნუქის დოლი. გერმანული. სწორია, ვის სიგნე ლისაბონის ღამე. რემარკი. სწორია, ბიბლიის მიხედვით რომელ მდინარეში მოინათლა იორდანე. სწორია, რომელ სერიაში ხვდებით პიტა მელარკს. შიმშილის სამაშები. სწორია, რომელ წიგნში ხვდებით ბილ პილგრიმს. სასაკლაო ხუთი. სწორია, რომელ ოჯახს ხვდებით თომას მანის ციგნის სათაურში. გუდენბერგები. სწორია, სადორი მითოლოგიაში ხვდებით მერკურის. რომაულ. სწორია, რომელი წელის გმირია ინსპექტორი ჟავერი. ჰიუგო. სწორია, რა ქვია შერლოკ ჰოლმსის დიასახლის? ვოტსონი. მისი საცონი, რა გვარია მოსე ჭაბუ ამირ ეჯიპთან? მოსე ზამთარაძე. სწორია, ვიზია შეყვარებული უინსტონ სმიტი? ჯულია. სწორია, რობერტ ჰაინლაინის უცხოთა? ქვეყანაში. სწორია, რაინას დაიწერა რუკა და ტერიტორია? ფრანგულ. სწორია, სულხან საბას იგავში რომელიც ხოველი ხვდება წეროსთან ერთად? ყანჩა. მელა, სადორი მწერალია უოლტერ სკოტი? ბრიტანელი. სწორია, ჯონ გრინის ალასკას? ძიებაში. სწორია, ვინ დაწერა ოიდიპოს მეფე? სოფოკლე. სწორია, რომელ მდინარეზე ხიდი პიერ ბულთან? ყვაი. სწორია, ვისი პოემა აჩერდილი? ილია. სწორია, ვის შვილს ხვდებით აირა ლევინის წიგნის? როზმარის. სწორია, კომიქსების რომელი კომპანიის გმირია დოქტორი სტრეინჯი? მარველი. სწორია, სადაურია პასტორალი ფილიპ როთთან? ამერიკული. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 21 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის. მე კი ვინაცვლებ ნიკასკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ? კი. დავიწყოთ ბლიცი ნიკასთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ჟან-პოლ სარტრი? ფრანგი. სწორია, რაინას დაიწერა თამაში ჭვავის ხანაში? ინგლისური. სწორია, ვის სიგნეა შავი ობელისკი? რემარკი. სწორია, ბიბლიის მიხედვით ვინ მონათლა იესო ქრისტე? იოანე. სწორია, რომელ სერიაში ხვდებით ტრის პრაიორს? შემდეგი. დავერჯენტი, რომელ წიგნში ხვდებით იოსარიანს? ხაფეკიოზლო. სწორია, რომელ ოჯახს ხვდებით ჯონ გოლზვორთის წიგნის სათაურში? შემდეგი. ფორსაიტებს, სადორი მითოლოგიაში ხვდებით ჰერმეს? ბლეზნური. სწორია, რომელი წელის გმირია რაფაელ დე ვალენტენი? ბალზაკი. სწორია, რა ქვია შერლოკ ჰოლმსის მეგობარ ექიმს? ვატსონი. სწორია, როგორია რაჟა ჭაბუ ამირ ეჯიპთან? შემდეგი. სარჩიმელია, ვიზია შეყვარებული მარტინ იდენი? რუცე. სწორია, აიზეკ აზიმოვის მარადისობის? ასასული. სწორია, რაინას დაიწერა დროის ხმაური? ინგლისური. სწორია, სულხან საბას იგავში რომელიც ხოველი ხვდება ვირთან ერთად? შემდეგი. აკლემის სადორი მწერალია სემუელ ბეკეტი? ინგლისელი. ირლანდიელი ჯონ გრინის ქაღალდის? ქალაკები. სწორია, ვინ დაწერა ორესტეა? ექსკილემ. სწორია, რის პლანეტას ხვდებით პიერ ბულთან? მაიმუნებს. სწორია, ვისი პოემაა გოგო თურდა აფშინა? ვაშა. სწორია, რის მოჩვენებას ხვდებით ჩირილ ოპერის. ჯექსონის? სწორია, ჰილ ჰაუსის კომიქსების რომელი კომპანიის გმირია ქალი საოცრება? ვის. სწორია, როგორია ლაკა ფილიპ როთთან? ადამიანი. სწორია, დოსტოევსკიდან რომელი კარამაზოვია ყველაზე უფროსი? დიმიტრი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 18 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მას ასევე შესანიშნავი ბლიცისთვის. დაბრუნდით მეგობრებო, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიშიც და ჯგუფიდან გასული გუნდის ვინაობაც. საბოლოოდ ჯგუფიდან მეოთხედ ფინალში გადის გველური დასავლეთი. უდებს რა Ad Astra Infinitum-ს ანგარიშით 41-27. გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ, მეოთხედ ფინალში ხართ. საინტერესო ბრძოლა შედგა. ორი ძალიან კარგი გუნდის მონაწილეობით და ადგილი მეოთხედ ფინალში თქვენია და წარმატებებს გისურვებთ შესაბამისად მეოთხედ ფინალში. და მოდით ხურვალი აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ Ad Astra Infinitum. თამამად ვთქვათ, ძალიან კარგი გუნდი გამოეთიშა სეზონს, მაგრამ რა გაეწყობა? მადლობა კარგი ბრძოლების ჩატარებისთვის, მეგობრებო. მაყურებელს დავემშვიდობები. გეტყვით, რომ ერთმანეთს შევხვდებით წიგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახავთ. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას. ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო, ენ ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო, ენ ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო, ენ ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო, ენ ვინზენთან
ჭკუას მასწავლი